ახალგაზრდების დასაქმება არსებული გამოწვევები და მიდგომები ამ საკითხზე მსჯელობენ ამ წუთებში კონფერენციაზე, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ორგანიზებით ტარდება. კონკრეტულად როგორ აპირებენ ახალგაზრდების დასაქმებას, ამას ანუკი გუმბერიძისგან შევიტყობთ. ანუკი, თუ არსებობს კონკრეტული გეგმა? ნინო, კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული, სწორედ დღეს გაიწერება. კონფერენციის მონაწილეები ახლა იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე მსჯელობენ, რომლის წინაშეც ახალგაზრდა თაობა დგას. დღევანდელი ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა გახსნა, როგორც ლევან ყიფიანმა აღნიშნა. ამ პროგრამის ფარგლებში 500-მდე ახალგაზრდა უკვე დასაქმებულია და ეს საკითხი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და გამოწვევაა. ყველა მთავრობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა დასაქმება მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობისთვისაც ერთ-ერთი პრიორიტეტია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რათა ეს პრობლემა გადავწყვიტოთ უახლოეს ხანში. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან. ფონდი არის ერთადერთი სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც გასცემს სახელმწიფო სუბსიდიას ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე და დღეს ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ფონდის ინსტიტუციონალური განვითარების გეგმაზე, რომელიც მომავალში რეალურად შეიქმნას ის პირობები, რომელიც უზრუნველყოფს თუნდაც ახალგაზრდების დასაქმებას, რაც გაცხადებულია სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში და რეალურად ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ აუცილებელია ქვეყანაში დაიწყოს სტრუქტურული რეფორმები, რომელიც რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას დაასაქმებს. აქ წარმოდგენილი არიან საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. აღნიშნული ღონისძიება ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის მიერ ორგანიზებული, როგორც უკვე აღინიშნა, ეს არის ერთადერთი სახელმწიფო ფონდი, რომელიც ახალგაზრდა არასამთავრობების სხვადასხვა თემატურ პროექტებს აფინანსებს. აღნიშნული პროგრამით უკვე 500-მდე ახალგაზრდაა დასაქმებული და როგორც კონფერენციის მონაწილეები აღნიშნავენ, მათი რიცხვი ახლოს მომავალში გაიზრდება. მადლობა ახალგაზრდების დასაქმების თემაზე ანუკი გუმბერიძე.